იმერეთის ნიავო ლიტერატურული თეატრი პროექტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ვჭირდებით, შემოგთავაზებთ მორიგ ვიდეო სიუჟეტს. ამჯერად ჩვენ მივდივართ სოფელ კვადოურში, სადაც უნდა ვესტუმროთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პიროვნებას ღვთისმშველიძეს. ხედველობა შეზღუდული გახლავთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას შეუძლია წყინვალით შეასრულოს ყველა საოჯახო საქმე, სამეურნეო საქმიანობას ეწევა, შეუძლია ხეზე ავიდეს, ხილი დაკრიფოს, ტყეში წავიდეს, სოკო დაკრიფოს და ყველა საოჯახო საქმე, რაც ევალება მამაკაც ოჯახში, ნებისმიერი საქმის შესრულება შესანიშნავად შეუძლია. გაგონილს ნანახის ჯობს რამდენიმე ხანში ჩვენ უკვე ვიქნებით სოფელ კვადოურში, სოფელი კვადოური საბის ერთ-ერთი უბანი გახლავთ და შემოგთავაზებთ რეპორტაჟს ღვთისმშველიძის შესახებ. მადლობა, როგორ გძანდებით? თავად როგორ გიგითხოთ? მადლობა, ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. გაიხარეთ. მოგზანით. მადლობა. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. ძალიან საინტერესო ადამიანი. ძალიან. სპინძელი მასპინძლობს დიდქოს მეცხრესაზე დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, ასეთი გემრიელი ყავა და ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანისგან მომზადებული არასოდეს არ მაქვს დალეული. დიდი მადლობა ღვთისო. რაშკებსაც ვაკეთებ ლობიანი კარტოფილიან გადავახვევ. პეჩენების გამიკეთებია. და ასე შემდეგ. ხილის დრო რო იყოს დიდი სიამოვნებით დავიდოდი ხეზე და დავკლებთი ხილს. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ღვთისოს მხედველობა ფაქტიურად არის ნული. მას არ შეუძლია სამყაროს ხედვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შესაძლებლობები არის უნიკალური. რაც მთავარი არის, საოცრად ოპტიმისტი, არის იმედიანი განწყობით და ჯობს თავად გვესაუბრო ღვთისო. 2 წლიდან ხედველობა დამეკარგა ოპერაციის შემდეგ. ოპერაცია რო გამიკეთდა და პრაქტიკულად დავკარგე მხედველობა. რა ვიცი რა როგორც შევძელი და რანაირადაც მოვახერხე. მივყვებოდი ცხოვრების დინებას. შევძელი რაც მოვახერხე. ხებზე დავდივარ, როგორც ხილს ვკლებ. ბალი, ვაშლი, კარალიოქსას ვკლებ, შეშას ვაყო. აბასვად უღებდა, ზილად შესაძლოა ქართულსაც შემიძლია დავუყარო საკენკი. ღვთისო, რამდენი წლის ხართ? 32. მე გამოვაცა თქვენმა ოპტიმისტურმა და საოცარმა განწყობა. ბუნებრივი ასე უნდა იყოს, მაგრამ ისეთი გადამდებია თქვენი განწყობა, რომ აი მაბედნიერებს ის განწყობა. მე ყველას მიმართან ჩემ ასე რომ ვთქვათ, ცოტა შეიძლება ცუდად გამოვიდეს, ჩემნაირ გაჭირებულებს, რომ იმედიანად იყავით. არ შეუშინდეთ ცხოვრებას და რა თქმა უნდა ცხოვრება კარგად იქნება. მე ყოველთვის მჯეროდა ღვთისო, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ უნდა შეგვაშინოს. ამან არ უნდა შეგვაშინოს. კი ბატონო. წიეს. როგორ გასულოს მეტა ამაცით ჯო როგორ გასულოს მეტა ამაცით აჯულვა
როგორ გასულოს მეტა ამაცის გულმალუსი ხავარ როგორ გასულოს მეტა ამაცის გულმალუსი ხავარ ისენიაო თქვილო როგორც მაღალო როგორ გასულოს ამაცის გულმალუსი ხავარ ეს მუსიკალური ცენტრი ჩემმა ძმამ იყიდა და ახლა ჩაგიქცევს მოგასწრებით აი აქედან შეიძლება გადართო აი გადმოხტო აგერ მეორე ფლეშკა მაქვს იმას ჩავაერთებ ხოლმე ამას ამოვიღებ იმას ჩავაერთებ რომელიც მინდა რა მოიყვარს მუსიკების მოსმენა ძალიან მეტად ქართული ძალიან მინდა შენთან ერთად სურათი გადავიღო. როგორ გასულოს მეტა იმედი უნდა გქონდეს და მეკფარდეს თელ საქართველოს როგორ გასულოს მეტა ამაცის გულმალუსი ხავარ იმერეთ ისენიაო ჩვენ კავკასიონის კალთის შვილები მებრძოლებს გადანთ ამ წვერვალების სიამაღეს კალთეების სიმტკიცეს ზღვავების ღონეს და გავარდნილი მეხის ძალას ჩვენ ცის და ნაპირის შვილები იქიდან სადაც იკრიბება ქართული წყალი და დაუცხრომელი ტალღები ჩვენს გულისცემად ისმის გადამთ ამ წყლის ზალას ზღვის დაუშრეტელ ენერგიას ტალღების შეუპოვებას ჩვენ საქართველოს ახალგაზრდები მომავალი ამ ქვეყნის ქალაქის ყოველი ქუჩიდან თავისუფლები უთვალავი ფერითა და აზრით რატანთ ყველაზე მნიშვნელოვანს ქართული ღირსების სიმბოლოს ჩვენს დროშას დიდებული გამარჯვებისთვის აბა შენიც საქართველოში გამორჩეულ უნიკალურ სოფელ ფარცხნალში ვიმყოფებით. ამ სოფელმა საქართველოს აღუზარდა არაერთი დიდებული ადამიანი, ამის შესახებ ვრცლად არ ვისაუბრებ, რადგან ლიტერატურული თეატრის მიერ გადაღებულ ვიდეო კლიპებში, ფილმებში არაერთხელ მოუთხრეთ მაყურებელს იმ დიდებული ადამიანების შესახებ, რომელიც ამ სოფელმა აღზარდა. ამჯერად პროექტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ვჭირდებით, ჩვენ გვინდა საქართველოს გავაცნოთ ამ სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი, შესანიშნავი, ღირსეული, გამორჩეული ქალბატონი, პედაგოგი ქალბატონი იზა ბუაჩიძე. ქალბატონმა იზა ბუაჩიძე სოფელი ფარცხნალი არ დატოვა, აქ გაატარა თავისი ცხოვრების წლები, გახდათ
ფარცხნალის სკოლის პედაგოგი, წლების განმავლობაში ფარცხნალის სკოლის დირექტორი და შეიძლება ითქვას, რომ ღრმა და დიდებული კვალი დატოვა ფარცხნალის ისტორიაში. ამჯერად სწორედ ქალბატონ იზა ბუაჩიძესთან მივდივართ და გვინდა მთელ საქართველოს გავაცდოთ ეს ღვაწლმოსილი, სოფლისთვის ღირსეული გამორჩეული ქალბატონი, რომელსაც ხარაგაულის პედაგოგიკის ისტორიაში მართლაც ღირსეული ადგილი უჭირავს. გაგაცნობთ ქალბატონ იზა ბუაჩიძეს სოფელ ფარცხნალიდან. ამ სოფლის წინაშე თუ ვინმეს დამსახურება აქვს, ერთ-ერთი და გამორჩეული მათ შორის თქვენ ბრძანდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში მართლა ბუნდერაზები, ყორიფეები გაიზარდნენ, წავიდნენ ამ სოფლიდან, დატოვეს ეს სოფელი და ძალიან ცოტა შემორჩა იმ ადამიანთა შორის, რომელიც ამ სოფლის პოპულარიზაციას, ამ სოფლის განვითარებას ხელს უწყობდა. თქვენ იყავით მათ შორის, თქვენ უპატრონეთ ამ სოფლის სკოლას, ამ სოფლის ახალგაზრდობას, თქვენ ხართ მემატიანია. მე მინდა გვიამბოთ თქვენ შესახებ, იმ პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ, იმ განვლილი გზის შესახებ, თქვენი აღზრდილი თაობების შესახებ, რითაც ფაქტიურად თქვენ სოფელ ფარცხნალის ისტორია დაწერეთ. სკოლაში შევედი, როგორც მოსწავლე, რა თქმა უნდა, 7 წლის ასაკში. შემდეგ გადავედი ხარაგაულის მაშინელი რკინიგზის ახლანდელი მესამე საჯარო სკოლაში. დავამთავრე ის და დავბრუნდი სკოლაში ისევ მოსამსახურედ. უფროს პიონერ ხელმძღვანელად, მაშინ იყო ასეთი შტატები სკოლებში. მაშინ დირექტორი იყო უშანგი ვებხვაძე, ძალიან კარგი ადამიანი, კარგი დირექტორი. მან მიმიღო სამსახურში დამაყენა გზაზე და მის შემდეგ მოვდივარ ასე. 3 ხის შენობა იდგა მაგ ეზოში. და 3 შენობაში იყო გაფანტული მოსწავლეები. უშანგი ვებხვაძე მე ჩემმა კარგმა დირექტორმა გადაწყვიტა, რომ ახალი შენობა აეგოთ სკოლის ბავშვებისთვის. ბატონი ევგენი ხარაძესთან წავიდა ბატონი უშანგი ვებხვაძე. შეაწუხა ის და ევგენი ხარაძის თაოსნობით აშენდა სკოლის ახალი შენობა. ყველა მუშაობდით ხელებს დაკაპიცებთ ახალგაზრდებით და მოხუცებით. თვითონ მშენებლობაზეც. და ერთ ზაფხულზე დამთავრდა ესა და შევედით ახალ შენობაში და ვიძინეთ. მის შემდეგ ისე უშანგი ვებხვაძე დირექტორობდა, მერე 2 დირექტორი სხვა იყო, ნუგზარ ლომსაზე მუშაობდა ჩვენთან და იური ბუაჩიძე დირექტორები. მერე მომეწია მე სკოლის დირექტორად მოსვლამ და ფარცხნალის სკოლაში მაქვს გადაღებული სულ 60 წელი. აქედან 50 წელი პედაგოგად მუშაობდი, მასწავლებლად. მათ შემდეგ დირექტორად მუშაობდი 25 წელი და ბოლოს ტექნიკურ მუშაკად მუშაობდი, ანუ ყარაულობდი სკოლას. ეს შეერთება რომ მოხდა. ჩვენი სკოლა შეერთეს მესამე საჯარო სკოლასთან. ადრე ბავშვების თავზე იყო სკოლა 140-მდე მოსწავლეს ვითვლიდით ჩემი მოსწავლეობის პერიოდში. მერე თანდათანობით იკლო, მაგრამ აი მე რო დირექტორად მუშაობა დავიწყე 42 მოსწავლე იყო სკოლაში. მერე მივდექით, მოვდექით ეს წასული მოსწავლეები დავაბრუნეთ, შობლებს თხოვეთ რაღაცა და 80-მდე ავედით. მთელი ჩემი შეგდებული ცხოვრება გავატარე სკოლაში და ასეთი ანგელოზების ხელში. ამიტომ მე დაბერებულად ავგზნობ თავს. ისევ ახალგაზრდა მგონია თავი და ისევ ის მინდა რომ ასეთი ბავშვებით გაივსოს სკოლის ეზო და იყოს რეალური. ჩემი სული და გული დარჩა მაგ სკოლაში. მაგით ვარსებობდი და ვარსებობ ახლაც. ჩემი აღზრდილებით სულდგმულობ ახლაც, გაბატონო იზა, ჩემი აღზრდილებით. შემომივლიან ხოლმე, ნახავენ და მიხარია ძალიან. ხან იუბილეი მქონდა ამას წინათ რამდენიმე წლის წინ 80 წელს გავხდი და მომწერეს ისეთი თბილი სიტყვები, შენი მოსწავლე რომ გეტყვით რომ რაც ვისწავლე შენგან
ცხოვრებაში გამოვადგა და დღესაც მადგება ეს ხო ყველაზე დიდი ბედნიერება არის მასწავლებელისთვის და დიდი გამარჯვება არის. წერდა ერთი მოსწავლე რომ ეს წლებიო გაატარე მოსწავლეებზე ზრუნვით მათ სიყვარულში და სკოლაზე ზრუნვით. ფარსანის სკოლა ყოველთვის პირველობდაო და ჩემთვის ეს არის დიდი ბედნიერება და დიდი სიცოცხლე. ოჯახი იმიტომ არ შევქმნი რომ ზოგმა დამიწუნა, ზოგი მე დამიწუნა და დავში ასე. მაგრამ არ ვზნა რომ აგერ მყავს ნინო ჩემი ძმისშვილი, სიძე მყავს, გია ხარაძე ძალიან კაი ადამიანი, ძალი მყავს, ოქროს ძალი, გულნარი ბაქაძე და ცხოვრობ ისე არ ვარ უკმაყოფილო ჩემი გარართ გამილიწრებით და არც ახლენდელით ჩემ ასაკს რაც შეეფერება ცოტა-ცოტას მუშაობ კიდევაც ბაღში მუშაობ და რაღაცას ვაკეთებ. ეს არის ჩემი რძალი. მაგრამ რძალი კი არ არის, სული და გულია ჩემი. ამით ვცოცხლობ და ამით ვხარობ. მხოლოდ ერთ რამეზე ვჩვეობ, რძალმული ვარ და რძალმული ხშირად ჩხუბობს, მაგრამ ჩვენ მარტო ერთ რამეზე ვჩვეობ. მე ვეჩვევები რომ ნუ მუშაობ ბევრს დაისვენი და გაჩერდი. საუკეთესო მული მყავს. ჩემი ყველაფერი ეს არის, ყველაფერი მოსulis დღიდან. ის მიყვარდა და ახალგაზრდა სანამ ვიყავი, უფრო მეტი მქონდა. სხვადასხვა ჯირის მოვიდები და ახლა ამას რა შემიძლია ული ფლის ხე, ჩემი დამყრილია და გაზრილი, მაგრამ სამწუხაროდ ისე შეიცვალა ბუნება, რომ აღარ იცხამს, ისხამს და მე ფაროსანები აღარ აყენებენ და ვერ ვიყავ ის ვაშლით ჩემი დამყრილია ისი. აგერ ხალი არის კიდევ მეზობელს დაუმყენი ის ხალი. ახალგაზრდობაში ძალიან მიყვარდა კერვა. მე ხერხი ჩემი თვითნასწავლი კერავი ვარ და ეს მანქანა და მე ერთად დავუვებდით ორივე. ჩემ დასასრულს ყველაფერს თვითონ ვიკერავდი და სხვასაც უკერავდი შინაურეს. მაისი მობაშენი ატმის ლოხებით მოიტანს შენს ფერყვავილებს და შენს სურნელებას მობამაისი შენ კი აღარ და მელოდები და მე არ ვიცი რა მეშველება მაისი შენ კი აღარ და მელოდები და მე არ ვიცი რა მეშველება შენი მოსლავთის ავასლოგონია შენი გერას დამრამიგო ვერც გაზაფხული ვერ მიშველის ვეღარ გამომცვლის უშენოთ ჩემთვის მაისიც კი ვერ იმაისებს დავარდობის თვეს ლხინის ნაცვლად ამ გულს გამოცლილს
შენზე უძირო სევდით ამიფსებს და ვარდობის თვეს ხინის ნაცვლად ამ გულს გამოცნილს შენზე უძირო სევდით ამიფსებს შენი მოსლამზის აპოსტოლია შენი გემას გამრაგებია შენი მოსლამზის ამოსვლამ გონდია შენი გემას გამრაგებია Ramat klevine riravorera Did gulavda ertitsidav riravorera ოღონ შენთან მამა ყოფილა თოვლის ფიფქი მიყომინდა რირავორერა შენ სტუჩებზე და სადნობად ჩამოვფრინდე მაღალაციდან რირავორერა შეგხვდა წყლისა პირასა ლილავორერა ვიყო ჭადრის გრილი ჩერო ორანინა აგარიდოს ხივი მეზისა და ჩემს ახლოს შეგაჩერო რირავორერა იმნაირად გეჩურჩულო სიყვარულში და გაჯერო რირავორერა